მოგესალმებით, პალიტრანიუსის ეთერშია გადაცემა ლანჩთაიმი. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი, რომელიც კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს. ჩვენი მოსმენა კი ასევე შეგიძლიათ რადიო პალიტრის ეთერშიც ტალღაზე FM 103.9. მე გახლავთ თამთა ასათიანი, რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას. ჩვენი სტუმარი ბატონი გურამ მოდიშარია გახლავთ, რომელთანაც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. მოგესალმებით, ბატონ გურამ. დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ, რომ დაგვრთანხმდით ამ ინტერვიუზე. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გულახდილი, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. როგორ ხართ? დიდი მადლობა, არა მშავს. ძალიან კარგად და თანაა თქვენთან ერთად ამდენ წიგნებში, სასიამოვნო საზოგადოებაში, თან 7 ნომერი ჩემი საყვარელი. პირი არის ზეგადად, ამდენ. თავის ხალხი ხშირად ზაგარენის მოედანს უწოდებს ამას, ყოველ შემთხვევაში კაციც, რომელიც პირველი აიჭრა კოსმოსში და იმედია რომ წლევანდელი წელი ჯერ კიდევ იანვარია და შეიძლება მიულოცოთ ერთმანეთს რომ იყოს სიახლის რომელიც სიკეთეს მოგვიტან ყველა ჩვენ ქვეყანას და თქვენ გადაცემას. დიდი მადლობა ამისთვის. ბატონ გურამ, ეს ინტერვიუ არის ძირითადად ესეთი ცხოვრებისეული თემებით, საუბრობთ იმ მოგონებებზე, რაც დააგროვეთ ცხოვრების განმავლობაში და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც წესი, საუბარს ვიწყებთ ხოლმე ბავშვობით, იმიტომ რომ ბავშვობა მაინც ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია, ნაკლები პრობლემით, ბევრი დადებითი ემოციით და ასე შემდეგ. აი თქვენ შემთხვევაში ყველაზე მძაფრი, ყველაზე საინტერესო მოგონებები რა გაქვთ ბავშვობიდან? ბავშვობა მართლა ბედნიერი ხანაა ადამიანის და მე ბევრი ნატრობს ხოლმე მწერალი რამდენიმე ახსენებდა თავის წიგნებში რომ რატომ ბავშვობას მეტი დრო დავშვათ 40 წელი რომ რატომ არა ვარ ბავშვი ან ნაკლებ თუნდაც 30 წელი იმიტომ რომ ის ყველაზე უზრუნველია ყველაზე პირველი შთაბეჭდილებები ეცნობი პლანეტას სადაც შენ მოხვედი პირველად ბავშვობას რომ ახსენებენ სკოლაში ვიყავ რომ წავიკითხე ეგზიუპერის სიტყვები რომ ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ვის როგორი ქონდა ბავშვობა. შემიგვი ამბობს რომ უბედური ბავშვობა წერლისთვის ძალიან დიდი ძალის მომცემია, იმიტომ რომ აი ეს უბედურება და ეს ტკივილები რო გადაიტანა იმ ბავშვმა მე სხვანაირი ხედვით ხედავს ყველაფერს და კარგი მწერალი ადგებაო და მეო ასეთი ბავშვობა მქონდაო წერდა. მე არ ვუჩივი ჩემ ბავშვობას იყო მშვენიერი დავიბადე შავი ზღვის პირას სოხუმში ულამაზესი ზღვა ულამაზესი ქალაქი და რამსთავარია ადამიანების ურთიერთობა იყო ყოველთვის მშვენიერი და აი როგორც კი დავიწყე შემეცნება საცხოვრობ რა ქალაქია აღმოჩნდი მრავალ ეროვნულ სივრცეში და სადაც მეზობლად ყავდა აფხაზიც ბერძენიც რუსიც სომეხიც ნუ ქართველები მეტნე ვიყავით იმ უბანში ხოდა საუბრობდით ისინი ცოტა ქართულად ლაპარაკობდნენ ჩვენ ცოტა ბერძნულად ცოტა აფხაზურად და ეს ენები ტრიალებდა ჩემს გარშემო სტრაბონის სოხუმზე წერდა უბრალოდ დიოსკურიაზე რომელიც დიოსკურია ერთ-ერთი ძველი სახელი სოხუმის ალშესადუა პირველი ეს იყო შავი ზღვის სავაჭრო ფაქტორია ბერძნების რომლებიც მან ჩამოაყალიბეს და აიო დიოსკურიაშიო 70 ენაზე ლაპარაკობს ხალხი. ნუ ყველა კუთხიდან მოდიან ადამიანები ჩვენ წელს აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. თითქოს ძალიან შორს არის. მაგრამ ნუ მე უღეხედავ რომ არც თუ ისე შორს და არც პირამიდების პერიოდია ძალიან შორს. ადამიანი იგივე რჩება, ნუ ცოტა რამ იცვლება რა თქმა უნდა მასში, მაგრამ თვითონ ადამიანი მაინც იმ დროსაც ადამიანი იყო და დღესაც ასეა და აი ეს ადამიანთა ურთიერთობა იყო ჩემთვის მთავარი პატარაობიდანვე და როგორც ვისწავლე სიარული მე ვისწავლე ესე ზღვაზე ნუ ცურვა ზღვაში. და ჩემს მეგობრებთან ერთად რომლებიც ახლა ჩემი ასაკის ზოგი გამოგვაყდა კიდეც მაგრამ ნებისმიერი ეროვნები სხვა ქვეყანაში არის. და როდესაც ურეკავთ ხოლმე ტელეფონი დიდი ხანი არ მინახავს ამასთანავე ერთი ამერიკაში ცხოვრობს. ხო და ვიხსენებ გახსოვს ის ბავშვობაში თუ გახსოვს ის მე თევზი რა ერქვა იმ თევზს რომ ვიჭერდით ადვილად რომელი იმას რომ მოდი ჭია რომ უნდა და არა ის კი არა აი რაღაც ისიც არ უნდა და კარგი ანკელს უნდა და რომელიც ელავდა წინავდა ატყუებდა თევზს და ეს ხო სტავრიდა იყო ეს სტავრიდა იყო რაღაცა და იქ ვართ ჩვენ ძალიან
დიდი ნაწილი ჩვენი და მე მართლაც მარაგია იმ დროს მიღებული. ახლა თქვენ ახსენეთ სიტყვა, რომ გულწრფელი საუბარი გვექნება. ბავშვი არის ძალიან გულწრფელი. არის ასეთ გამოთქმა კავკასიური, რომ თუ გინდა გაიგო სიმართლე რა ხდება სოფელში, შედი სოფელში და კითხე ბავშვს, ის გასწრებს ყველა გუშინ დედა და მამა მიჩხუბა. ხო? ახლა მშობლებმა იჩხუბეს. ხო და რომ გაიზრდება მე ამას არ იტყვის რა თქმა უნდა. რაღაც ხმაური კი იყო, მაგრამ ხანდახან ცოლფრის საუბარი ვიღაცა ჩხუბი გონი არა ეგ არ იყო. და მე მიყვარს ადამიანები, რომელმაც შეინარჩუნეს ეს ბავშვობა, ანუ ბავშვობა გაგრძელებულები არიან. რომ 50-ია თუ 70 წლის, ესე იგი აი თქოს რომ არ გეტყვის და გულწრფელია ბავშვიც და უნდა რომ ყველა ადამიანში ნახოს სიკეთე და იქიდან უყურებს ადამიანს, რომ ის კარგი კაცია გეუბნება. შეიძლება არც ისე კარგია, მაგრამ ამას უნდა რომ ის იყოს და თუმცა ძალიან გინდა მე ის კაცი არც ისე კარგი კაცი მე ხდება კარგი და ამაშიც მე ვხედავ ბავშვობის ძალას. კი, ბავშვი ნამდვილად ყველაზე გულწრფელია და ბატონ გურამ, აი უკვე შემდგომი წლები, როდესაც თქვათ ნელ-ნელა ბავშვობა სრულდებოდა, თუნდაც პროფესიის არჩევის დრო დგებოდა. აი რამდენად მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება, თქვათ რა გსურდათ მომავალში, ან სად გააგრძელებდით სწავლას? დიდხანს იფიქრეთ ამაზე? ხო, რა თქმა უნდა, მე მოვიდა დრო, როდესაც უნდა მეფიქრა განსაკუთრებით სკოლაში თუ იქ სკოლაში ხოთი დამჭდება რა მიდრეკილება აქვს რისი ადამიანი. ხო და მე კიდევ ერთი რამ რომ მამა იყო ოფიცერი სამხედრო, ხო და მე გადაყავდათ ხშირად სხვა ქალაქებში და პატარა ვიყავი სულ მოხვდით ბაღდადში. ხო და ბაღდადში ცხოვრობდით 3-4 წელი. შემდეგ მოხვდით წალენჯიხაში. ხო, წალენჯიხაში პირველ კლასში შევედი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჩვენ სულ მიმოვდიოდით ბაღდადის სოხუმის ბაღდადი, ასევე წალენჯიხა და შემდეგ მე-3 კლასიდან მე სახლი ჩვენი მანდ იყო ბებიაი. მან ცხოვრობდა მამიდები ჩვენ სახლში და მე უკვე პირველ საშუალო სკოლაში გავაგრძელე სწავლა, რომ მოხდი სოხუმი ყოველთვის მიყვარდა და ცნობდი ზღვით, სხვა როგორც გამოჩნდებოდა, მე რაღაც სხვაგან ვიყავი, არ გავდა არც ერთ ქალაქს. ხო და პირველი ლექსი სხვადასხვა მაშინ დავწერე მეომარზე, იმიტომ რომ სულ სამხედროებში ვიყავი და მეგონა ეს ყველაზე კარგი პროფესია. ხო და მინდოდა პილოტობა, უნდა ყოფილიყავი სამხედრო მფრინავი, ჩემი ოცნება იყო, რომელიც კიდევ კარგი და მადლობა ღმერთს არასრულდა. ხო, მაგრამ ლექსს რო გავყევი მე ხატავდი, იმიტომ რომ გარშემო ზღვისპირა ქალაქები ყოველთვის კარნახობენ თემებს და რაღაც ინსპირაციის წყარო ხდებიან. მარკეს რო კითხეს, რომ ასეთი ფანტასმაგორიული, ასეთი სიურრეალისტური ამბები რატომ საიდან შენს პროზაში, მაგრამ ეს ჩემი კოლუმბია. აი საოცარი ბუნება, საოცარი ხეები, ყვავილები, რაც სოხუმს უხვად მქონდა და მე ვხატავდი და პირველად იბეჭდებოდა ჩემი ნახატები. ჟურნალი გამოდიოდა მაშინ პიონერი იყო ამ ჟურნალს. ხო და მაშინ ნახე პირველად მივიღე სახში ჟურნალი და წერია გურამ ოდიშარია და ნახატი ჩემი და ყველას ეგონა მხატვარი გა. მე უკვე ლექსები წავედი, დაიწყო ლექსების წერა და ასე მე-8 კლასში, მე-9 კლასში უკვე იბეჭდებოდა ჩემი ლექსები, გალაკტიონ ტაბიძის გავლენა მქონდა ძალიან დიდი. ეს მუსიკალური ლექსები, ყველაფერი ეს, მე სკოლა რო დავამთავრე, რა თქმა უნდა, ნუ პირველად ყველა მეუბნება თბილისში წადი და უნივერსიტეტში ისწავლე, იმიტომ რომ ამაზე დიდ ცოდნას მართლა ვერ მივიღებდი, ასე შესანიშნავ ადამიანები და ლექტორები მე არ მოყოლობდა, თუმცა მართლა კარგი ლექტორები მყავდა, მაგრამ მე ვერ მოვწყდი ჩემ ქალაქს, სოხუმს. და მე ვთქვი არა, სოხუმში და ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი, სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. ეს არის ჩემი ყველაფერი, ჩემი აკადემია. ხო და ასე რომ აი ჩავაბარე და მე ნელ-ნელა ლექსებით ვიწერდი. და პარალელურად სულ წერდით ბატონო გურამ? კი, ვკითხულობდი, ბევრს სწავლობდი და წერდი. მე სხვაშორ მეგრული ენა არ ვიცოდი და აი როცა წალენჯიხაში მოხვდი, იმ დროს დავიწყე სწავლა მეგრული ენის, მაგრამ ამით რის თქმა მინდა რომ რუსული ყოველთვის ისმოდა, პატარობიდან მესმოდა. რუსული კარგად ვიცოდი ჩვენ და მე რუსებს ძალიან კარგი მთარგმნელები ყავდა და ძალიან ბევრ ლიტერატურას რუსულად გამოცემა კითხულობდი და ბევრს გებულობდი. აი თქვათ ახლა გახსნილია მთელი ეს რა ვიცი სივრცე, ინტერნეტ სივრცე, სადაც ნებისმიერ ენაზე რაღაც დაბეჭდილი თუ არის, უკვე პატივცემული ხელოვნური
ინტელექტი გვერდით აყავს და იაპონურსაც გითარგმნის შენსენაზე და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო განვითარდება. ასე რომ ძალიან ბევრი რამ მივიღე მაშინ. სწავლობდი წერდი და ლექსებს წერდი. მე უკვე გადავედი მუსიკალური ისეთი მელოდიური ლექსებიდან გადავედი ახალ პოეზიაზე, ეს უკვე იყო ვერლიბრი, იყო თეთრი ლექსი, ათასნაირი სახით მონათლავდნენ ხოლმე, მაგრამ სულ აკეთებდი ექსპერიმენტები მინდოდა, ახალი ხედვა მინდოდა, რო ყოფილიყო აი ამ ყველაფერში. იყო ლექსებით ხატვა, მაგალითად, მქონდა ერთსტრიქონიანი ლექსები, ორსტრიქონიანი ლექსები და სულ ჩემი ქალაქი მკარნახობდა ამას, მაგრამ მე უკვე 40 წელს მიახლოებული ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო და ის პალმა რომ აწერიებდა ამ კარგ ლექსებს, ნახეთ, ცეცხლმოგიდებული სახლები ხანძარის სოხუმში, ცხედრების ზღვაზე, რომელიც იყო ჩემთვის საოცარი, საერთოდ ზღვა, ეს უზარმაზარი ამოდენა მოვლენა ჩემს ცხოვრებაში და ჩვენს ცხოვრებაში, მზეს ირეკლავს და მე მწვანე ფოთოლი მან, ბევრად უფრო მწვანეა, ხოდა ვიღაც მოდის წითელი კაბაცვია, ის წითელი კაბა უფრო წითელი, იმიტომ განათებულია, ახლა ჩვენ აგერ შესანიშნავი ოპერატორი გვიღებს, და თუ აქ შუქი არ იქნა, ჩვენ ისე ვერ გამოუჩნდებით და ასე რომ ყველაფერს გამოაჩენდა ბევრად უფრო მკვეთრად. და მე ეს ომის დროს ეს ყველაფერი რომ ნახე, მე უკვე ნელ-ნელა გადავედი პროზაზე, ეს იყო დოკუმენტური პროზა, უღელტეხილი, რომელთაც გადმოვედი, უღელტეხილი ავტორი მაშინ. და ნელ-ნელა ესე რომანები და დაგროვდა ეს ბევრი წიგნი დამოუკიდებლად. ბატონ გურამ, თუ ყოფილა რაიმე ისეთი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თქვენზე, ან შეიძლება რაღაცებზე სხვანაირად დაგაფიქრათ, აზრი შეგიცვალათ, თქვენ შეგცვალათ პიროვნულად, აი რამდენად ყოფილა ესეთი მოვლენები? მოვლენები მშვიდობიან პერიოდშიც არის ბევრი რამ, თუნდაც ადამიანთა ურთიერთობა, გინდა თუ არა რაღაც 6 თუ 7 წლის რო გახდები სკოლაში მიყავხარ. მე შეგისრულდება სკოლას დაამთავრებ უმაღლეს სასწავლებელში, დაახლოებით შენი თაობის ხალხს ხვდები. და იმ პერიოდში ყველაფერს რო ეცნობი, ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ბევრ რამ არ ვიცოდით. არ ვიცნობთ ისე კარგად. მე დრო რო გადის, უკვე სხვა თვალით უყურებს, სხვანაირები არიან. ის ძალიან მეგობარი რო იყო, არც ისე ძალიან ყოფილა, მოულოდნელად სხვა ყოფილა თურმე, უკვე ფასეულობები იცვლება, თქვა და რობერტ ბერსის ლექსებს რო კითხულობ, უფრო 18-19 წლის უფრო გაუგებ მას. სიყვარულზე, ახალგაზრდებზეა რაღაც. შექსპირი უნდა გაიგო უფრო 40 წლის რომ ხარ. ამიტომ თვითონ ადამიანთა ურთიერთობა ის საოცრება იყო და არის ჩემთვის, სადაც ბევრ რაღაცას სწავლობდი მე ამ სამყაროზე და როგორ შეიძლება რომ თქვა და იგივე აი პოლიტიკოსები ახდენენ ჩვენ ბანამდე სანამ საუბარს დავიწყებდეთ რომ აი იმართებოდეს ქალაქი, იმართებოდეს ქვეყანა და იქ ადამიანის ფაქტორი არ გაითვალისწინო და ადამიანს დაუხარია რა უჭირს რომ არ იცოდე ის კარგად და ყველაზე კარგი დიალოგი მაშინ გამოდის როცა შეგიძლიათ თანაგზნობად საუბარით როცა სხვის ტკივილის მიმღები ხარ და მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემთვის შეგი 40 წლის ასაკში ომმა დააგვირგვინა. აი ომის დროს ჩვენ გამოვედით იმ სივრციდან უღელტეხილის და მოვედი მე ჩემს დედაქალაქში, სადაც დიდი ნაწილი ბავშვების ასევე გატარებული მაქვს. ჩემი ბიძაჩემის სახლში და ბიჭოლას სახლში. სადაც ისეთივე ომი დამხდა, იმიტომ რომ ის არ იყო მარტო სოხუმში. იმ ომმა შეძრა ეს ყველაფერი და აი ეს ომი იყო ის რომელმაც საბოლოოდ მაჩვენა მე როგორ გამოვიარეთ ეს ომი ადამიანებმა ზოგი ღირსეულად ზოგმა არც თუ ისე და იმ ომის სარკეში რომ ნახეთ ჩვენი თავი მე პირადად ბევრი რამ არ მომეწონა ჩემის და ასე რომ როგორც რენტგენში გახვიდოდე ისე ხარ და ეს თვისება ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს რომ აი შენი რაც არ მოგწონს უნდა იცოდე მისი დანახვა და ნუ მაზეც უნდა ილაპარაკოს ხეთთან ერთად. რთულია ხოლმე და რატომღაც უჭირთ ადამიანებს საკუთარ მინუსებზე და თუნდაც შეცდომებზე საუბარი და ამის აღიარება. კი, წიგნებშიც არის ხოლმე რომ ავტობიოგრაფიულ წიგნს რო წერს რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში, მაგრამ ზოგიერთ უნდა იქ ძალიან რაინდულად გამოიყვანოს თავი და ეთყობა ხოლმე, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, როდესაც გულწრფელად ამობენ, ან თვითირონიით რო ლაპარაკობენ, რომ აი ესე მოხდაო და მე ეს მომივიდაო მანდო და დამცინესო, იცინესო რაღაცებიო და თვითონაც რო იცინის თავზე. ხო, ეს ყველაზე ძლიერი მომენტი არის. ხო და ომი რა თქმა უნდა და ომს უამრავი წახნაგი ქონდა,
ხო და მომის შემდეგ ძალიან ბევრი მეგობარი მე აფხაზით მყავდა, მან ბოლოს ომი რო დაიწყო, მივიყავი ჟურნალ რიცის მთავარი რედაქტორი. ომამდე რამდენი წელი ადრე დავიწყე მან მუშაობა და ჟურნალი რიცა ემსახურებოდა როგორც ქართველ მწერლებს, უპირველესად ადგილობრივებს და მთელ ქართულ ლიტერატურას, ასევე აფხაზ მწერლებს, რომელსაც თარგმნით ჩვენ და დაახლოებით 30% ხან მეტი ჩვენ ვეშთავდით მათ ნაწარმოებებს და მე ეს ხელმოწერით იყო ვრცელდებოდა ჟურნალი და მე ხაც მიხარია რომ კახეთში რო არ ამ თქვა ხელსურეთის ვიყავი და ძველი ნომერი გამომიტანეს ჟურნალისტის, სადაც ადამიანებს ვაახლოვებდით მწერლების მიხედვით და მითხრა იმითაც, აი ბაგრატ ჩინგუბას ეს მოთხრობა იყო შენ დროს დაბეშტილი, ეს ალექსი გოგუასი და რა კარგია რომ სადღაც ხელსურეთში კაც ცხოვრობს და ის კაც რომელიც არასდროს არ უნახავს, ხო და მისი მოთხრობა აქვს და იმ მოთხრობის იმას რო გიყვება, რაც დარჩა მისგან და ასე რომ ის ლიტერატურა ჩემთვის იყო აი ფოლკნერი ამბობდა რომ მწერლის ერთ-ერთი მთავარი მისია, ფუნქცია არის მძიმე პერიოდში ადამიანს ამოუდგეს ხარში გაამხნევოს ის და ნუ რაღაც სიტყვაც უთხრას ისეთი და დაწეროს ისეთი რა რომ ამ ქვეყნად ღირს დაბადება მიუხედავად რაღაც სირთულეების. ბატონ გურამ, აი ომის შემდეგ უკვე აი სოხუმთან თქვენი კავშირი როგორ გაგრძელდა ან ну განცდები რა თქმა უნდა თავიდან იქნებოდა ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა აი შემდგომ წლებში უკვე აი როგორი იყო თქვენი და სოხუმის ბმა ასე ვთქვა. ხო, ახლა ნებისმიერი ქალაქს თავისი ენა აქვს და ნებისმიერ ქალაქს რო გინდა, ну ესაუბრო ეს ენა უნდა იცოდე. და მშობლიური ქალაქის ენა რა თქმა უნდა ვიცოდი და აქ როგორ ვიზრდებოდი ბევრი რამ ну ის როგორც სხვა ქალაქებს იგივე ამბები რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი რამ უფრო გამზაფრებული ქონდა. აი თქვა და ჩვენ სანაპიროს ბიჭები ვიყავით, აი სანაპირო ქონდა ჩვენ და იქ დავდიოდით. ერთი წერტილიდან თქვა აფსინი იყო კინოთეატრი, დიოსკურიამდე რესტორანი. მე უკან ბრუნდებოდი და შეგვიძლია ასე ნუ ძალიან დიდხანს გვევლოდა უსასრულოდ გამარჯობა როგორ მანქანები მან დადიოდა ხალხი დადიოდნენ დამსვენებლები და მე სოხუმში ბევრი ისვენებდა ხანდახან ზაფხულში მოსახლეობაზე მეტი იყო ბევრად აი 4-ჯერ 5-ჯერ მეტი და დამსვენებლები რომელთაც ყოველთვის ლამაზი კაბააცვია კარგი ნუ შარვალ კოსტუმი განწყობა კარგი იცინიან ისინი სხვა მშვენიერი ყველაფერი და ისეთი აურა მოხდი შემოაქვს მათ ასეთ ქალაქებში რომ ეს შენ ფაქტობრივად შენ ქალაქში კი არ მუშაობ, კი არ სწავლობ მარტო, არამედ შენ ისვენებ მათთან ერთად. განწყობა გადაგედება ხოლმე და ამიტომ სოხუმში მე მგონი რომ ბევრად უფრო მეტი იუმორი იყო, ბევრად უფრო ხუმრობა, რა ვიცი, ანეკდოტების მოყოლა და შემდეგ და ეს რომ ერთი მოსხები დამთავრდა ყველაფერი, ну, ჩვენ ქალაქს უნდა დავსაუბრებოდი და მე ვიჯექი და ვწერდი. სოხუმში დაბრუნება წიგნი, იქ წერდი სოხუმს რომ მე შენ წვიმებში ვიზრდებოდი. სხვაგან კი სადაც არ ვარ, სველდები, უბრალოდ სველდები. ხო და რაღაც ასეთ სიტყვებს და წერილებს წერდი ჩემს ქალაქს და მე მოხდა ისე რომ მომიწია მან ჩართლა ერთხელ რაღაც ამ ძიმე ოპერაცია გადავიდა და მეგობრები ჩამოვიდნენ აფხაზები და ну ბედზე გადავშე მამა ჩემი ნახეს სიზმრა რამდენჯერმე და მეოთხე ეს მამამ ეს სიზმრა იქ არის დასაფლავებული ომამდე წელს ადრე გარდაიცვალა. ხო და ну რა მოხდა მე რომ მოდი ასე ну და მოკლედ ჩავედი პირველად 2004 წელი იყო მის საფლავზე პირველ და მე ვნახე ეს ქალაქი და ეს ქალაქი რომ ვნახე მაშინ იყო კაცრი სახე დაჭრილი კაცის ვაი ნაუმარი კაცი რომ არის და იარები რომ აქვს სახეზე და ხასიათი რომ აქვს მძიმე ესეთ ხასიათი მას არ ქონდა არასოდეს და აი ასეთი ხასიათის ვნახე ამ განწყობაზე ვნახე ესა და იმოქმედა თქვენზე ამა ჩემზე იმოქმედა ხო იმიტომ რომ მე ჩემი ქალაქი მაინც სულ სხვანაირი მინდა რომ იყოს მე ცხოვრობი თუ არა ეს მეორე საკითხი მაგრამ მე მინდა რომ ის იყოს კარგად ერთი ზედმეტ ფოთოლი არ ჩამოვარდეს და აგური არ ჩამოუცვიდეს მის სახლს ხო და მე მეგობრები რომ ვნახეთ მე უკვე რაღაცი ძველი საუბრები ჩვენ რო გავიხსენე და აი მაშინ ტალღაში მოხვდით ესე იგი ის ხუმრობები წავიდა ის მეორე მესამე ხო და ბევრი რაღაც ისე ომის სადღაც დარჩა პოლიტიკური მომენტები სადღაც დარჩა და მაშინ დავიწყე პირველი დასკვნების გაკეთება ჩემთვის რომ მე ისეთი ამბავი მიამბეს ამბები ძალიან ბევრი ნაუმარმა ხალხმა აფხაზები მოვიდნენ მითხრეს ომის დროს აი ამ ბიჭმა სახელი გვარი მეორე თუ იცნობ მე გავიგებინიყვნენ გადაგვარჩინა ვიბრძოდით შეგვეშალა ბლინდაჟი შევედით მათთან
საუბრობდით რუსულად, სოხუმში რაღაც რუსულ, ქართულ, აფხაზურ რაღაც საკურორტო ენა. ხოდა საუბრობდით და მეგონა რომ ქართველები ისა აფხაზები იყვნენ. და შევედით მაგალითად ლაპარაკეთ ამ სოხუმური სლენგით, ჟარგონით და ნუ აღმოჩნდა რომ თურმე ქართველები არიან და მე დაგვატყუებესო და მე გადაგვარჩინეს, გამოგვიშვეს, გზა გვასწავლეს. ანუ ესე იგი სულ სხვა რაღაცა იმ ქალაქელობამ ის რომ ერთად ვიყავით, ერთად იზრდებოდნენ ეს ბავშვები, მე გულს მიკლავდა ყოველთვის ის რომ იხსენებდი უკვე პატარა ბავშვებს, აფხაზები, ქართველები, სხვები, როგორც სიამოვნებით მიირთმევდნენ ნაყინს სანაპიროზე და მოვიდა დრო ომის და უკვე მათ კიდე ასაკი მოვიდა, ავტომატე ასაკი და აი ეს ბავშვები ერთმანეთს რო ესწროდნენ და კლავდნენ. ამიტომ თვითონ ომი როგორც ასეთი რომელსაც ჩვენ მხოლოდ ფილმებიდან და წიგნებიდან ვიცოდით, ჩემთვის როგორც მწერლისთვის უკვე სახში ჩამისახდა, ჩემს ქუჩაზე იყო მისი ფრონტის ხაზი, ხო და ჩემი ნაცნობები მეგობრები ხდებოდნენ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ამიტომ ძალიან მძიმე იყო და მაშინ და სულ ვესაუბრებ. მე ერთ 3-ჯერ 4-ჯერ კი ვარ ჩასული ჩემს ქალაქში და ისინიც კიდე ჩამოდიან ჩემთან და ჩემი წიგნების მთავარი გმირი მაინც ეს არის ქალაქი და ის ურთიერთობა, რომელიც ბევრმა აღვადგინეთ კიდეც ეს წერლებმა. საინტერესოა ნამდვილად. ბატონ გურამ, თუ ნანობთ რამეს, აი ესეც მნიშვნელოვანს, რასაც აი ამ გადმოსახედიდან სხვანაირად გააკეთებდით, რომ გქონდეთ შესაძლებლობა. ხო, ერთ რამეს ნანობ კი ახლა ხანდახან მახსენდება ერთი რომ აი ეს ომი რომ დაიწყო და იმდენად მოულოდნელი იყო, ეს უნდა აღიქვას ადამიანმა თვითონ, ხო და მაშინ პატარა ბიჭი არ ვიყავი, 40 წლის კაცი ვიყავი და ქალაქში დარჩა ბევრი აფხაზი, ბევრი სხვა ეს წარმომადგენლები, ხო და სამ ჩვენ გავერკვევოდით რა დაგვატყდა თავს, ომს ვინ როგორ უყურებს, მე რა ხალხი ჩაერთვება ამ საომარ მოქმედებებში, იყო ამ ომმა გვიჩვენა სასტიკე ომის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიხოცა ბევრი ძალიან დახვრით ეს და ასე შემდეგ, მაგრამ გვიჩვენა კიდევ აი ადამიანები რომელმაც სიცოცხლის რისკად ამ რისკის ფასად გადაარჩინეს მეორე მხრის ადამიანი, ანუ ადამიანი რომელიც ნუ მას შეძლო არ გადაერჩინა, გასულიყო, ნუ მოკლავ დახრეტავდნენ მაშინ, ხო? და რამდენიმე ასეთი ადამიანი ქართველი აფხაზი შეწირა აი ამ რისკს ზუსტად. და ესენი არიან ჩვენი ომების ამ ამბების შედეგად, ეხლა რაც მე გავიგე, მე შემდეგ უსახელო რაინდები, იმიტომ რომ ისინი საოცრებებს აკეთებენ, მაგრამ მათზე არ ვიცით არაფერი, იმიტომ რომ ნებისმიერი ქართველი იყო აფხაზი რომ მოდიოდა და მეტყოდა რომ აი ამაზე თუ დაწერა ესე იყო ფანტასტიკური, აი ჰოლივუდის სცენარი. აი რაღაც ისეთ ისტორიას მომიყვებოდა, ხო და მაგრამ მე დაამატებდა რომ სახელდაგვარი არ ჩაწერო, თორე იმ თავისიანი მე შეიძლება გადაემტეროს და შეიძლება მტერი გადაარჩინე რაღაცები და ასე რომ ავკაცებზე ყველაფერი ვიცით და ამ ხალხზე არაფერი არ ვიცი და მე ჩემი მიზანი იყო ყოველთვის რომ აი ესენი უფრო მეჩვენებინა და ვცდილობ რომ ეს გავაკეთო კიდეც და ვნანობ იმას რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა ომის დროს ყველასთვის ნებისმიერი ეროვნების ხალხისთვის, აი რაც არ შეუძლებელი იყო თვითონ პური მეტი მიმეტანა, კი მქონდა, მაგრამ არ არის ის რომელიც დღეს რომ უყურებისე, აი რაღაც უფრო დაცვა თქონდა, ჩვენ ვიცავდით ყველას, თუ მოდიოდა ვიღაც მოროდიორი არაკაცი, ავაზაკი, ნუ ყოველნაირად ამას ვაკეთებდით, ვიცავდით ადამიანს. ყველას ხო და მაგრამ რაღაც მეტი უნდა გამეკეთებინა და ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით მაშინ. ეხლა უკვე ამას სხვანაირად უყურებ და ნუ ადამიანს ახლა ნებისმიერ თავის სინანული რაღაცა ამბებთან ყოველთვის აქვს. რა თქმა უნდა. ხო და ახლა მეორედ რო გავიაროთ მეორე წრეზე, ისიც არც არის საჭირო და არც მინდა. ჩვენაც გავდივართ. ჩვენ ასე ღმერთის ქვეშ დავდივართ და ასე გვიყურებენ ზემოდან. ბატონ გურამ, აი ახსენეთ რომ ის ქალაქის ურთიერთობები, რაც მაშინ იყო ძალიან ისეთი იყო თქვენთვის, ხო, დასამახსოვრებელი და თქვენს შემოქმედებასაც გასდევს ხაზად. აი დღევანდელი თბილისი და ეს ურთიერთობები და მაშინდელი ურთიერთობები რომ შეადაროთ ერთმანეთს, დიდ სხვაობას აღმოაჩენთ? ნუ ეხლა რა თქმა უნდა სხვაობაც არის, მაგრამ ნუ მსგავსებაც არის. ეხლა ეს ის პერიოდია, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადებული გვაქვს და პირველ ნაბიჯებს
აკეთებს ქვეყანა თითოეული ჩვენთაგანი დამოუკიდებელ საქართველოში ბაბუაჩემის და იქინსიგით არ უცხოვრე, იმიტომ რომ დიდი ხანია სადაც სულ დამპრობლები ყავდა გარშემო და ამის გამო ცდილება რომ ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი თავი, ჩვენ არ გქონდა. და ამიტომ ეს დაგვატყდა. თან ეს დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამოდენა მონსტრი ხო და აი ვერ ვილაპარაკეთ ერთმანეთში. ქართველებმა ვერ ვილაპარაკეთ მაშინ ერთმანეთში იმ პერიოდში. ეს მთელ საქართველოში რა თქმა უნდა. და როდესაც ამის პრეცედენტებს ხედავ, რომ დიალოგი არ მიდის თქვათ და თქმას კაი გამგონე უნდა, ხო? არა გვიშლობა კარგი მთქმელი ან გამგონე ხელისუფლებაშია თუ ესე იგი საზოგადოებაში. ხო, იქაც აქაც ყოველთვის კარგი გამგონეც უნდა იყოს, კარგი მთქმელიც უნდა იყოს. მე ვიცი ხალხები, როდესაც რაღაც ისეთი დადგება მათ ცხოვრებაში ძალიან რთული გადასაწყვეტი, ეს პოზიცია უცებ ერთიანდება და უცებ არის რომ ეს არის უპირველესი საკითხი ჩვენი. თქვათ, იტყვიან აი ტერიტორიული მთლიანობა გინდა ჩვენ მეზობლებს ეს ახასიათებს და ეს გამოცდილება და ჩვენთან მგონია რომ ეს არ არის ის. როდესაც ჩვენ აფხაზეთში მაშინ რომ სამომი დაიწყებოდა, აი დავშორდით აფხაზებს ნელ-ნელა, გაიყო მწერალთა კავშირი, გაიყო თეატრი, უნივერსიტეტი და ასე შორდებოდი, მე მას ვეწინააღმდეგებოდი. მე დაბადებული კაცი ვიყავი და ვარ და მესმოდა იქაურების და მათაც ჩემი ესმოდა. ჩვენ მქონდა კარგი დიალოგი. მაგრამ შემდეგ მოხდა ისე რომ თქვა დააშორდით, თვითონ დავიწყეთ დაშორება. იგივე ჩვენი მწერლებიც აიყვნენ, ზოგი ვიღაცას უჭერდა მხარს, ზოგი ვიღაცას. ეს ყველაზე ცუდია. ჩვენ ომების ბარბაროსულ პერიოდში ცხოვრობთ. მოყოლებული ეს პირამიდების პერიოდიდან უფრო ადრე და დღესაც მეაჩნია კაცობრიობას, რომ თუ რამე გადასაწყვეტია იერარქიის ძალით უნდა გადაწყვეტოს. ქვეყანა, რომელსაც 1-2 ტანკით მეტი ყავს, ვიდრე მოწინააღმდეგეს, ომს იწყებს. 10 ჯარისკაცი ყავს მეტი, ომს იწყებს და გონია რომ თვითონ ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენ სიტყვით პრობლემების მოგვარებას გადავეჩვიეთ. ჩვენ სიტყვით გადავეჩვიეთ აი სტრესული სიტუაცია, რაც ომს მოყვება და რაც მოყვება ისეთ მშვიდობას, რომელიც ხანდახან ომზე უარესია, ხო? აი სტრესული სიტუაციიდან უპირველეს ყოვლისა ბავშვები გადავარჩიოთ. ეხლა თქვენი თაობა ეხლა 90-იან თქვენი უფრო პატარა ხანდა 90-იან წლების შავნელი, ძანძნელი ეს სტრესები იმდენი გადაიტანეთ ბავშვებმა, ჩემო ქალიშვილმა, სხვებმა, რომ ეს მთელი ცხოვრება მათ ჩავიდა. ზოგი იხსენებთ, რომ ისო მაკარონის გემო მახსენდებაო, რაღაც წყალწალა მაკარონი იყო, რაღაცაო ეს, ვიღაცა შუქი რომ არ იყო ის ახსენდება სხვებს და ჩვენს ყველაფერი იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თაობას, რომელიც ახლა იზრდება, აი ეს დღეები, ეს თვეები, ეს წლები არ გახსენდეს, წარეთ არამედ გახსენდეს როგორც სიტყვით გამარჯვება, როცა ორივე მხარეა თუ ხუთი მხარეა თუ 10 მხარეა, სიტყვით, დიალოგით იმარჯვებს და ქვეყანა წინ მიიწევს მაშინ და ვითარდება. და ენერგია არ იხარჯება შიდა ბრძოლებში. და ესე ალბათ ყველაფერი მე უკვე ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვლება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თავარია აი ეს მთავარი გზა. ხო და ეს მთავარი გზა და მე დარჩენიათ ყველაფერზე ერთ აზრზე არავინ არ უნდა მოვიდეს. ეს გავიარეთ ერთი აზრი არა, აზრთა სხვადასხვაობით ჩვენ უნდა მივიდეთ ერთად გადავწყვიტოთ რა ჯობია, ანუ კონსენსუსი ასეთ სიტყვაში მოვიდა ერთი პერიოდი და მწერლობას ამაში დიდი როლი აკისრია. ყოველ მწერალს ყავს თავისი 1000-ობით და 100-ობით და 10,000-ობით მკითხველი და ის მას უსმენს თავის წერალს და მას შეუძლია ბევრი რამ რაღაც ისეთი უთხრას, რომ ხვალინდელი დღე ჩვენ ყველამ უკეთესი რომ უნდა გავხადოთ. ეს არის ჩვენთვის თავარი. პირველი იყო სიტყვა არის ღმერთი არის სიყვარული. ხო, უბრალოდ ფორმულა. გიყვარდეს და გადარჩება. უღრმესი მადლობა ბატონ გურამ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თქვენთან საუბარი და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც. მიხარია რომ კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ჩვენთან ეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოგონებები და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და მინდა რომ ძალიან ბევრმა თქვენი გადაცემები ნახოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ჩვენს მაყურებელს, შევხვდებით ერთ კვირაში.